Koalitsiya ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს კი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ საქმეზე დღეს 2500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და 3 წლით შეუზღუდა იარაღის ტარების უფლება, რომლითაც ჯაფარიძე როგორც პარლამენტის ყოფილი დეპუტატი სარგებლობდა. საქმე ეხება 2 დეკემბერს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, რომლის განხილველი მოსამართლე ლელად საგარეიშვილი იყო. პოლიტიკური საქმეების განხილვა საქალაქო სასამართლოში დღეს სხვა პირების მიმართაც გაგრძელდება. ჯარიმა დამაკისრეს, ჯარიმა ნაკლებად მნიშვნელოვანია სიამბიშტელის პროცესი ამისთვის იყო, რომ იარაღის ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება შეეჩერებინა და შემიჩერეს როგორი მაქსიმუმ იყო 3 წელი და 3 წლის ვადით. ალბათ ფიქრობენ, რომ ამ რეალობაში სადაც პოლიცია ტიტუშკებს იცავს და მოქალაქეებს არ იცავს და ამის არაერთი მაგალითი ნახეთ, მე და შეიძლება დავუცველი და რაღაცას იზამენ, მაგრამ არ მოხდება ის შემიძლია გარანტია მიცემ.